საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა. მე ნანა რობაქიძე ვარ. დღეს 31 მარტია, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. საქართველოს პირველ პრეზიდენტს 87 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იგი 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ასევე 30 მარტს არის ექიმების საერთაშორისო დღე და ამ თარიღთან დაკავშირებით არანაირად არ შეგვეძლო არ მოგვეწვია პირდაპირ ეთერში ექიმი, რომელიც თავის სიტყვას ღირსეულად ამბობს არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, სრულიად საქართველოში და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. წარმოგიდგენთ მას გიორგი ხუციშვილი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ორთოპედიული სამსახურის ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი მობრძანებისთვის. გილოცავთ როგორც დღევანდელ დღეს, ასევე გუშინდელ დღეს, ექიმების საერთაშორისო დღეს და ალბათ თქვენ ახართ ერთ-ერთი იმ ექიმთაგანი, რომლებიც აბსოლუტურად ღირსეულად, სრულყოფილად ასრულებენ ჰიპოკრატეს ფიცს. მოგესალმებით, ქალბატონო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ასევე მეც მინდა მთელ ექიმთა საზოგადოებას მიულოცო მათი პროფესიული დღესასწაული. პირველი კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემა სხვა ფორმატის არის, მაინც უნდა დაუკავშირო ექიმთა საერთაშორისო თარიღს, რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია? რამდენად მნიშვნელოვანია? როგორ მოხდა ამ პროფესიასთან თქვენი დაკავშირება? პირადად ჩემი დაკავშირება დაიწყო იქიდან, რომ ბებიას უნდა ყოფილიყავი ექიმი და აქედან მე ბავშვობიდან მქონდა უკვე ძალიან კარგი სურვილი მქონია ბებოს და წინასწარ გაათვლილი, როგორც იციან ხოლმე მათ. ხო, ზოგადად ექიმობა ჩემი აზრით ყველაზე ჰუმანური პროფესია. აბსოლუტურად გეთანხმებით. და როდესაც ხარ ექიმი, ეს არის უკვე შენი ცხოვრების წესი და ხარ მთლიანად ამ საქმეში იღებ პაციენტის იმ ტკივილსაც იზიარებ, რაც მას აწუხებს და შესაბამისად იმ სიხარულსაც, რასაც მას მიანიჭებ გამოჯანმრთელების შემთხვევაში. აბსოლუტურად გეთანხმებით, არა მხოლოდ ფიზიკური მკურნალი ხართ, ფიზიკური სხეულის, არამედ სულის მკურნალი ხართ და ერთი სიტყვაც კი ექიმის ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული პაციენტისთვის და რიგითი მოქალაქისთვის ზოგადად. ახლა გადავიდეთ უკვე პროფესიასთან პირდაპირ კავშირში, ტრავმატოლოგიასთან, რას მოიცავს ორთოპედია, ტრავმატოლოგია და რა განსხვავებაა ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიას შორის? ორთოპედია, ტრავმატოლოგია ზოგადად ერთი დარგია, რომელიც მკურნალობს ძვალსახსართა სისტემას. დღესდღეობით ეს დარგი გაყოფილია პირობითად ორ ნაწილად. ეს არის ტრავმატოლოგია, რომელიც მოიცავს მწვავე ტრავმის მკურნალობას, როგორც არის მწვავე მოტეხილობები, ძვალკუნთოვანი და სახსრების მწვავე დაზიანებები, ხოლო ორთოპედიაში იგულისხმება შეძენილი და თანდაყოლილი დეფორმაციების მკურნალობა, ასევე ტრავის შემდგომი დეფორმაციების მკურნალობა, როგორებიცაა მაგალითად სახსარში და დაზიანებები ტრავმის შემდგომ, შეუხორცებელი მოტეხილობები, არასწორად შეძველებული მოტეხილობები და სხვა დეფორმაციების გამოსწორება. აი საინტერესოა ბოლო პერიოდში შეიცვალა თუ არა ტრავმების ან სახსრების დაავადებების რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს უკვე ასაკში სტატისტიკა. გეტყვით რომ შეიცვალა სტატისტიკა, რაც შეეხება ტრავმებს, მწვავე ტრავმას, ეს მაინც დამოკიდებული არის ქვეყნის განვითარებაზე. რადგანაც მაღალ ენერგეტიკული ტრავმები, ისეთები როგორიცაა საავტოსაგზაო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნები, სამსახურებო მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებები, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოების ნორმები უფრო მეტად დაცულია, იქ შემცირდა. ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ეს გაზრდილია და ელემენტარული სტატისტიკა არ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში ამ შემთხვევაში. თუმცა შეგვიძლია ავიღოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, სადაც
ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი დღითი დღე იმატებს. შესაბამისად ეს ტრავმები სამწუხაროდ მომატებულია. რაც შეეხება სახსრების დაზიანებებს ორთოპედიული მიმართულებით, ამ შემთხვევაში მომატებულია მთელ მსოფლიოში ეს სტატისტიკა, ისევ და ისევ საქართველოში არ გვაქვს კონკრეტული ციფრები, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვიხმძვალებოთ ამერიკის ძვალსახსართა ასოციაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკით, სადაც ყოველწლიურად იმატებს ძვალსახსართა დაზიანებების რიცხვი და შესაბამისად იმ ოპერაციული ჩარევების რიცხვი, რომლებიც მათ კუნელობის შემთხვევაში გამოიყენება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2025 წლისთვის დაფიქსირებულია მენჯბარ ძაყის დაახლოებით 9 მილიონზე მეტი ოპერაცია, ხოლო მუხლის სახსრის რაღაც 800,000 ოპერაცია, რომელიც წლიდან წლამდე იმატებს და მათი გათვლებით 2040 წლისთვის ეს მიაღწევს მილიონს და მილიონ ნახევარს. მიზეზები რა არის ამისი? ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. ასევე ერთ-ერთი მიზეზი არის ჭარბი წონის განვითარება მოსახლეობაში, უმოძრაობა, ძირითადად, რადგანაც დღევანდელობაში სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნა უფრო ჩვეულ რეჟიმად გადაიქცა. ძალიან აქტუალური თემა არის დღესდღეობით პოსტკოვიდურ მდგომარეობაში D ვიტამინის ნაკლებობა, რომელიც ერთგვარი ტრანსპორტირების როლს ასრულებს ძვალში კალციუმის და იმ საკვები ნივთიერების ჩალაგებისთვის, რომელიც მისი სიმყარისთვის არის საჭირო. ასე რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე არსებობს. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ინციდენტობის მომატება არ არის მხოლოდ ამ ფაქტორებზე დამოკიდებული. თვითონ ამ ძვალსახსართა ოპერაციების და განსაკუთრებით ენდოპროტეზირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებული ასევე ამ ოპერაციების წარმატებულობასთან და იმასთან, რომ ხალხში, მოსახლეობაში უკვე არის ნდობა ამ ოპერაციის მიმართ და ხშირ შემთხვევაში უკვე პაციენტი თვითონ მომართავს ექიმს, რომ სჭირდება ეს ოპერაცია და აღარ სჭირდება ექიმის იმის დამტკიცება, რომ ეს ოპერაცია მისთვის არის საჭირო. ასე რომ ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე და რა თქმა უნდა, გაზრდილია სტატისტიკურად რაოდენობა. პაციენტების ნდობა მაინც ალბათ დამოკიდებულია თვითონ კლინიკაზეც და რა თქმა უნდა იმ ექიმზე, რომელსაც პაციენტი თვითონ ირჩევს. ბატონ გიორგი, ძალიან ხშირად ხდება ტრავმები, როგორც თქვენ აღნიშნეთ და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, თუმცა გამონაკლისს არც სხვა ნებისმიერი წლის დრო წარმოადგენს და აი როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც პირველად მივიღებთ რაიმე სახის ტრავმას, იგივე სავარაუდოდ ვეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოს ან დაჭიმულობა, ან მოტეხილობა და პირველ წუთებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ტელემაყურებელი გვიყურებს, დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა რომ მათ ურჩიოთ როგორ მოიქცნენ პირველ წუთებში. ღმერთმა გვაცილოს თითოეულს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად ვზიანდებით ხოლმე და ჯობია ექიმისგან მოვისმინოთ როგორ მოვიქცეთ. ბატონო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ დაბალ ენერგეტიკული და მაღალ ენერგეტიკული ტრავმა. საყოფაცხოვრებლო პირობებში მიღებული მცირე ტრავმები და რა თქმა უნდა ის ძლიერი ტრავმები, რომელიც ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების ან სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში. არსებობს ასეთი ინგლისური აბრევიატურა RICE, რომელიც 4 კომპონენტს გულისხმობს, როდესაც ტრავმის შემთხვევაში რა ქმედებები უნდა შეასრულოს იქვე მყოფმა ადამიანმა ან თუნდაც დაზიანებულმა ადამიანმა. ეს არის პირველ რიგში მოსვენებით მდგომარეობაში გადაყვანა იმ დაზიანებული კიდურის, რომელიც მიიღო ტრავმა. ცივი კომპრესი, ყინულის პარკი ან რაიმე ცივის დადება, რომელიც ამცირებს შეშუპების წარმოქმნას, სისხლდენის ჰემატომის წარმოქმნას და ასევე ტკივილს ამცირებს. იმობილიზაცია თუ კიდური მოტეხილია ან იგრძნობა ძვლების კრეპიტაცია ან თუნდაც ძვალკუნთოვანი დაზიანება, იმობილიზაცია და კიდურის მაღალ მდგომარეობაში მოთავსება. მაღალ მდგომარეობაში, დიახ. ეს არის პირველი 4 წესი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა ტრავმის მიღების შემთხვევაში. მაგრამ ასევე, როდესაც არის მაღალ ენერგეტიკული ტრავმა, სიცოცხლესთან საშიში მდგომარეობა, აქ უკვე, რა თქმა უნდა,
ამ 4-ის გარდა უკვე საქმეში უნდა ჩაერთოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და უკვე მათ მიხედონ იმ პროტოკოლის შესაბამისად, რაც ყველა ექიმს აქვს ტრამვის შემთხვევაში როგორ იმოქმედოს კლინიკაში გადაყვანამდე. გასაგებია. აი, როდესაც რაღაც ტრამვა ხდება, ბუნებრივია, პირველი სიგნალი მიდის იქამდე. პირველ რიგში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს მოსვენებითი ფეხის აწევა და ასე შემდეგ, როგორც გვირჩიეთ, მაგრამ შემდეგ სიგნალი ხომ არ არის ოპერაცია საჭირო, რა მეშველება და არის თუ არა ეს ოპერაცია საჭირო ყველა შემთხვევაში. უფრო სწორად, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო? რა თქმა უნდა, ეხლა ყველა მოტეხილობას, ყველა ტრავმას აქვს თავისი მკურნალობის მეთოდი, ეგრეთ წოდებული პროტოკოლი და ამას ირჩევს ექიმი იმ დაზიანების შესაბამისად, რაც აქვს პაციენტს მიღებული. ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით, რომ ჩვენ ჩართული ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიც არის AO ტრამვა, ესეთი საერთაშორისო ოსტეოსინთეზის ასოციაცია, სადაც ყველა მოტეხილობას აქვს უნიკალური კოდი მინიჭებული. ყველა სახის მოტეხილობას და შესაბამისად ამ მოტეხილობის მკურნალობის მეთოდიც არის უკვე პროტოკოლიზირებული. შესაბამისად ჩვენ მივყვებით ამ ყველაფერს და შედეგი, რა თქმა უნდა, სტატისტიკურად უფრო მაღალია ასეთ შემთხვევაში. საჭიროა თუ არა ოპერაცია, ამას განსაზღვრავს ექიმი, რა თქმა უნდა, პაციენტთან კონსულტაციით და პაციენტთან შეთანხმებით. მოტეხილობის შემთხვევაში, როდესაც არის ძელულოვანი ძვლების მოტეხილობა, როდესაც არის სახსარში დამოტეხილობები, როდესაც არის ისეთი დაზიანება, რომელიც ემუქრება სიზარღვოვანი ან ნერვული წნულის დაზიანებას, რა თქმა უნდა, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა. თუმცა არსებობს კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები მოტეხილობის შემთხვევაშიც, რომელიც თუ საჭირო იქნება, გამოვიყენებთ იმასაც. ოსტეოსინთეზის მეთოდი. რა უპირატესობა გააჩნია მას? ოსტეოსინთეზი არის ძვლის მოტეხილი ძვლების ფრაგმენტების თავდაპირველ მდგომარეობაში ჩაყენება, შემდგომ მისი ფიქსაცია მეტალის ფიქსატორებით. დღესდღეობით ძალიან დახვეწილია მეტალოფიქსაციის მეთოდები და თვითონ მეტალოფიქსატორები, ეს ეხება როგორც მეტალის ხარისხს, ასევე მათ მოდიფიკაციებს. და უპირატესობა არის ის, რომ დაუბრუნოთ ძვალი პირველად მდგომარეობას და შესაბამისად გამოვიწვიოთ მისი შეხორცება და მთლიანობის აღდგენა. გასაგებია. ბატონ გიორგი, ახლა თქვენ უკეთ მოგეხსენებათ ბუნებრივია, მაგრამ მე ჩემი ასაკის ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა და ალბათ ახალგაზრდებშიც, მაგრამ ძირითადად ჩემი ასაკის ადამიანებში და არა ვარ სხვათა შორის ძალიან ასაკოვანი, ძალიან მოიმატა მუხლის მენჯ-ბარძაყის ტკივილმა. არის ეს რაიმესთან კავშირში, ისე მე პირადად მაქვს პირდაპირი პასუხი, მაგრამ საინტერესოა. ალბათ წონა ერთ-ერთი. საინტერესოა თქვენ რა გადაცემის დასაწყისშიც ვისაუბრეთ, ნაწილობრივ შევეხეთ ამ თემაზე, რა თქმა უნდა, მომატებული არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ სოფლიოში. ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი არის წონაც, ერთ-ერთი ფაქტორი არის არაჯანსაღი კვებაც, უმოძრაობა. ხო, ასევე არის კლიმატური პირობებიც ერთ-ერთი გამაპირობებელია. აი რა გაქვთ ხედველობაში, მაგალითად ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით და ადრე არ იყო ამდენი ტკივილი, ამდენი დავადა. ვერ გეტყვით რომ არ იყო, რამდენად იყო მიმართვიანობა ამაზეა დამოკიდებული, რამდენად იყო თუ არ იყო, მაგის სტატისტიკა ჩვენ არ აქვს, თუმცა მიმართვიანობა გაიზარდა. ანუ ნდობა გაიზარდა და უკვე პაციენტი მიდის ექიმთან. ასევე დაიხვეწა მეთოდები მკურნალობის. დღეს არსებული ენდოპროტეზები და ის საშუალებები, რომელიც ანაცვლებს ხელოვნურად სახსარს, არის ძალიან მაღალი ხარისხის, მაღალი დონის, საბედნიეროდ ჩვენ კლინიკაში და საქართველოში მთლიანად გვაქვს ის თანამედროვე იმპლანტები, რომელიც გამოიყენება მთელ სოფლიოში, რომელიც იძლევა მაღალ ხარისხს, ამცირებს ტკივილს, ან აქრობს საერთოდ ტკივილს და პაციენტს უბრუნებს ნორმალურ ცხოვრების რიტმს.
გასაგებია. მე კი აღვნიშნე რომ აი მუხლის, მენჯბარძაყის, მაინც შემიასაკის ადამიანებთან მიწევს ამაზე საუბარი და თითქმის ყოველ მეორეს კი არა, მე მგონი ყველას უკვე აწუხებს ეს პრობლემა, ყველა ჩემს ირგვლივ, მაგრამ აი თვითონ სახსრების ტკივილი რამდენად არის გაახალგაზრდავებული და რომელი ასაკიდან იწყება და რომელი ასაკიდან ჯობია რომ ამ ყველაფერს მივხედოთ და აი ჩემ ასაკში არ დავიწყოთ მერე საუბარი. გაახალგაზრდავდა როგორც ყველა სხვა დაავადება. ყველა სხვა დაავადება, სახსრების დაავადებებიც გაახალგაზრდავდა, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მონაცემებით, თუ იყო თქვა 60 წლის ზევით, უფრო ხშირი შემთხვევები, ეხლა კიდე უკვე 50 წლიდან იწყება ეს პრობლემები. რაც არის ასევე ესეთი ენდემური კერა, მაგალითად საქართველოს მიეკუთვნებოდა დისპლაზიური ართროზების ენდემურ კერას, სადაც ძალიან ხშირი იყო დისპლაზიური კოქსართროზები. ეს ნიშნავს არასწორად, არასრულად განვითარებული მენჯბარძაყის სახსარი. ამის შეიძლება თანდაყოლილი იყოს თუ შემდეგ რა იმხდება. თანდაყოლილი და ბავშვობაში განვითარებული. ტრამვის შედეგად. ტრამვის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ მარტო ჩვენთან მთელ სოფლიოშიც ახალშობილების ასაკში არასწორი დიაგნოსტირება, ან საერთოდ არ დიაგნოსტირება, რომელიც დღეს უკვე მიმდინარეობს და დაბადებიდან ბავშვზე ახალშობილზე მიმდინარეობს დაკვირვება და დიაგნოსტიკა მენჯბარძაყის, განსაკუთრებით მენჯბარძაყის სახსრის მდგომარეობის შესაფასებლად და შემდგომ უკვე დღესდღეობით ბავშვებს დიან თავისუფალ მეთოდით, ხო, აღარ ხდება მათი გაკვოჭვა ეგრეთ წოდებული, რომლის დროსაც ხდებოდა გადაძაბვა სახსრების და ამოვარდნილობისკენ მიდრეკილება. შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით უკვე იკლო დისპლაზიურმა კოქსართროზებმა, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება სხვა ართროზებს, სხვადასხვა სახის ართროზებია, ეს არის რევმატოიდული ართროზები, ეს არის სხვადასხვა ინფექციის შედეგად განვითარებული პოსტტრაუმული, ეს მაინც დამოკიდებული არის ადამიანის ცხოვრების რიტმზე, ცხოვრების წესზე. და შემდგომ იმაზე თუ როდის მიმართავს ექიმს. დროულად მიმართავს თუ არა ტკივილის წარმოშობის შემთხვევაში ექიმს. სახსრის ზედაპირი დაფარული არის ხტილით. გარკვეული სისქე აქვს ამ ხტილს, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება. ცვდება იმის შესაბამისად, რამდენი დატვირთვა აქვს ადამიანს, რამდენად ჯანსაღია, რამხელა წონა აქვს, აქვს თუ არა ტრავმა მიღებული. თუმცა სამწუხაროდ ამ ხტილის აღდგენის მეთოდი არ არსებობს, ამიტომაც უკვე სრულად გაცვეთილ ხტილზე ნაჩვენებია ხელოვნური სახსრით ჩანაცვლება. ტკივილის წარმოშობის თანავე სასურველია თუ პაციენტმა მიმართოს ექიმს. შესაძლებელია თუ არა სახსრის გადარჩენა, ძალიან აქტუალური კითხვაა. ხა აუცილებლად შეგეკითხებოდი, აი ხელოვნური ჩარევა, ხელოვნური სახსარი ახსენეთ ასევე თქვენ. კი ბატონო. ანუ როგორც წერამ თქვი, აღდგენა ხტილის არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული საშუალებები, რომელთაც შევინარჩუნებთ, შევაჩერებთ ამ მდგომარეობას, ესეთებია სახსარში და ინექციები, ესე ეგრეთ წოდებული ჰიალურონის მჟავით, ასევე არის PRP თერაპია, პლაზმოთერაპია, საკუთარი პლაზმის შეყვანა, რომელიც ხელს უწყობს ხტილის კვებას და მის შენარჩუნებას. ანუ ამ დაავადების განვითარების შეჩერებას. ანუ ოპერაცია ყოველთვის არ არის ბოლო ეტაპი, ხო, ასე გამოდის? ყოველთვის არ არის საჭირო ოპერაცია. რა თქმა უნდა, ეს არ განისაზღვრება მხოლოდ სახსრის მდგომარეობით, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი რეაგირება ტკივილის მიმართ. რა თქმა უნდა. ამიტომაც ზოგი ადრე მოდის ექიმთან, ზოგი გვიან. არსებობს სიტუაციები, სადაც კონსერვატულად მართავთ ამ პათოლოგიას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე გადაადგილება შეზღუდულია, ტკივილი არის აუტანელი, მოძრაობა სახსარში შეუძლებელია, რა თქმა უნდა, საჭირო ოპერაციული ჩარევა. ეს ამას გულისხმობს ენდოპროტეზირება. თუმცა როგორც აღნიშნეთ, შესაძლებელია ოპერაციის, ანუ გადარჩენა ოპერაციამდე, თუ კი დროულად მოვა ექიმი პაციენტი თქვენთან, მაგრამ გააჩნია იმ მდგომარეობასაც, რომელიც პაციენტს აღინიშნება თქვენთან მოსვლის პერიოდში. თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ბავშვებში პრობლემებს, მაგრამ მაინც საინტერესოა აი დღევანდელი დღის მონაცემებით ყველაზე მეტად რა ორთოპედიული პრობლემები აქვთ განვითარებული ბავშვებს, გახშირებული რომელია ყველაზე მეტად?
დღესდღეობით ყველაზე ხშირი პრობლემა, რაც ბავშვებში არის, ეს არის შეძენილი ტყელტერფიანობა. რომელიც იყო და დღესაც რჩება, ხო? არის და რჩება და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აი, რას უკავშირებთ ამ ყველაფერს, რომ შეიძლება დაუშვათ? ტერფის განვითარება ხდება, ტერფის თაღის განვითარება 5 წლის ასაკიდან. დიახ. რამოდენიმე ფაქტორი არის იმისი, რაც ხელს უწყობს ტრელი ტერფის განვითარებას, ეს ძირითადად არის ის ზედაპირი, რაზეც გადის ბავშვი. ხო, მყარი ზედაპირზე ფეხში შველა სიარული ერთ-ერთი არის ხელშემწყობი ამ ყველაფრის და ის რომ მოსახლეობის უმრავლესობა დღეს ქალაქად ცხოვრობს და სოფელში შიშველ ფეხით მიწაზე, ქვებზე ეს სიარული აღარ ხდება, შესაბამისად ესეც არის. ძალიან მნიშვნელოვანია ტერფი მთელი ძვალსახსოვანი სისტემის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მის შედეგად ხდება უკვე მუხლის სახსრის დეფორმაციები, სკოლიოზის ჩამოყალიბება, იგივე მეჯბარძაღის სახსრის დეფორმაციები. ასევე ის ფეხსაცმელი, რომელიცაც ატარებს ბავშვი, ძალიან დიდად მოქმედებს მისი ტერფის განვითარებაზე. გასაგებია, თქვენ ახართ 4 შვილის მამა. ჯანმრთელად გიმყოფოთ თითოეული, მაგრამ გავლილი გაქვთ, რა თქმა უნდა, ის ეტაპები, როდესაც იყვნენ პატარები. და თქვენ ახლა ახსენეთ ფეხშიშველის სიარული სოფლად, ბალახში, იგივე პატარა ქვებზე, რაც ტერფის განვითარებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქელი მშობლები შესაძლოა ამას უგრძალავდნენ და უშლიდნენ თავიანთ შვილებს. მაგრამ თუ კი ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ სოფელში გაიაროს ფეხშიშველა, სახლში დადიან ახლა ბავშვები ძალიან ხშირად ფეხშიშველი და ესეც ერთმანეთისგან გვესმის ჩვენ, რომ აი ჩემი ბავშვიც არ იცმევს ფეხსაცმელს, ჩემიც ფეხშველა დადის. თქვენ რას გვეტყვით? ეს კარგია, ცუდია, რას გვირჩევთ? ნუ წერანს აღნიშნე რომ ყარ ზედაპირზე, როგორც არის თქვა პარკეტი ან მეტლახი, ფეხშველას სიარული არ არის რეკომენდირებული. ეს მეტლახს, კი ბატონო. ხელს უშლის, ხელს უწყობს ტრელი ტერფის განვითარებას. დიახ. ანუ და ფეხსაცმელი, მაგალითად კეტების სტილის ფეხსაცმელი, ტყელძირი, ერთიანი, ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. წეგან თავიდან შევეხეთ ორთოპედია, ტრავმატოლოგია, რას ნიშნავს თქო, მაგრამ ასევე უნდა გითხრათ, რომ ვიწრო სპეციალობებში წავიდა ტრავმატოლოგია, ორთოპედია, მაგალითად ტერფს უკვე თავისი სპეციალისტი ყავს. გასაგებია. გასაგებია. ასევე მტევანს თავისი სპეციალისტი ყავს, ამიტომ ურჩევდი მშობლებს, რომ 5-6 წლის ასაკიდან პოდიატრები ქვიათ ტერფის სპეციალისტებს, გასინჯონ მათ ან ბავშვთა ტრავმატოლოგებს, პედიატრს, რომ თუ აღმოჩენილი იქნება ბრტყელი ტერფი, რომ შესაბამისად საპრევენციო ღონისძიებები ჩავატაროთ ამისთვის. გასაგებია. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენ ისევ ოპერაციულ ჩარევას და ოპერაციული შემდგომი არის რეაბილიტაცია, მაგრამ მაინც რაღაც უფრო შედარების თვალსაზრისით რომ გავაკეთოთ ანალიზი, რომელი უფრო შედეგიანია, ოპერაცია თუ რეაბილიტაცია? ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში არიან. დიახ. მაგალითად, გეტყვით ისევ ძალიან ხშირად მომყავს ევროპის და დასავლეთის მაგალითები, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფრო მეტად განვითარებულია და სწორად და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია. მოდი ასე დავარქვათ, ეს ჯაჭვი უნდა იყოს აუცილებლად ერთმანეთთან თავხვედრაში. მხოლოდ ოპერაცია არ ნიშნავს ადამიანის გამოჯანმრთელებას, რადგანაც ყველა ოპერაცია სჭირდება შემდგომ რეაბილიტაციის კურსი. სხვადასხვა ოპერაცია სხვადასხვანაირია, რა თქმა უნდა. რადგანაც ახლა ლაპარაკი გვაქვს მეჯბარძაღის სახსრისა და მუხლის სახსრის პროტეზირებაზე, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია, რომელიც განსაზღვრავს ამ ოპერაციის შედეგიანობას შემდგომ. დღეს საქართველოში უკვე წამოვიდა სარეაბილიტაციო ცენტრების სიმრავლე, ქუთაისშიც რამოდენიმე გაჩნდა და ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, კიდევ ცალკე, თუმცა ცუდი რაც არის, ჯერჯერობით ეს რეაბილიტაციის კურსი არ ფინანსდება სახელმწიფოსგან, რაც ხელს უშლის შემდგომ უკვე პაციენტების მხრიდან ამ კურსის გავლას. თუმცა კარგი ის არის, რომ დაფინანსება შეეხო ნევროლოგიურ დაავადებების რეაბილიტაციას, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ფინანსდება და იმედი მაქვს, რომ ტრავმატოლოგია, ორთოპედიის მიმართულებითაც შეეხება ეს დაფინანსება მოსახლეობას და უფრო გაგვიადვილდება ჩვენ
ამ დაავადებების მართვა და მოსახლეობას კიდე მაღალი შედეგის მიღება. გასაგებია. აი გაკეთდა ოპერაცია, პაციენტმა რიგი დარიგებები ყურადღებით შეასრულა, რიგი გამოტოვა. რას ურჩევდით თქვენ როგორც პროფესიონალი ექიმი მათ ოპერაციის შემდეგ შედეგი რომ მაქსიმალური იყოს, რა უნდა გააკეთონ პაციენტებმა და ყოლიათ თუ არა თქვენს პრაქტიკაში ურჩი პაციენტები, რომლებსაც შესაძლოა ერთხელ არა, ორჯერ მოუწიათ ერთი და იგივე პრობლემით თქვენთან მოსვლა იმის გამო, რომ რაღაც არ შეასრულეს, ვერ შეასრულეს. მოდით ასე ვქეთ, ყველა პაციენტს ვეუბნები, რომ ჩვენ მე და თქვენ ერთად გურნალობთ თქვენ დაავადებას და პათოლოგიას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმი და პაციენტი იყოს ერთი ორგანიზმი ამ პრობლემის წინააღმდეგ მიმართული. თუ პაციენტი ექიმის მითითებებს ასრულებს, თუ ექიმს ესმის პაციენტის შინაგანად, რა თქმა უნდა, შედეგზე უფრო მეტად ვართ ორიენტირებული და მეტად გავდივართ. რა თქმა უნდა, ურჩი პაციენტები, არ დავარქმევდი ურჩ პაციენტებს, ასე უბრალოდ იმ მითითებებს ზოგი ვერ ასრულებს. დიახ. უფრო მეტად იმიტომ რომ ყველა პაციენტს ვაძლევთ ოპერაციის შემდგომ მედიკამენტოზურ დანიშნულებას და იმ ინსტრუქციებს, როგორც უნდა მოიქცეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპერაციის შემდგომ. თუ ეს ყველაფერი სრულდება, რა თქმა უნდა, შედეგიც უფრო მაღალი დგება. გასაგებია. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა ჩემთვის აბსოლუტურად ყველა სტუმართან, მაგრამ მით უმეტეს, როდესაც ექიმები არიან პირდაპირ ეთერში, არის სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და აი თქვენი კონკრეტული სპეციალობა სპორტთან კავშირში და სპორტის კავშირის სახსრებთან. როგორია და რა რჩევებს მისცემთ ჩვენს ტელემაყურებლებს? მოდით ასე ვთქვათ, რომ გავყოთ ერთმანეთისგან ჯანსაღი ცხოვრების წესი და პროფესიული სპორტი. კი ბატონო. რადგანაც პროფესიული სპორტი ეს არ არის მთლად ჯანსაღი ცხოვრების წესი, როდესაც არჩევანს აკეთებს ადამიანი პროფესიულ სპორტზე, ის მას უკვე გათვითცნობიერებული აქვს, რომ ეს დაკავშირებულია ტრავმებთან. დიახ. და აქვს მოლოდინი ყველაფრის ამ კუთხით. ბალკონთოვანი სისტემის მუდმივ დაზიანებასთან და ეს არ არის თლად ბოლომდე ჯანსაღი ცხოვრების წესი. დიახ. მნიშვნელოვანი რა არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე არ ვაკეთებ იმის აგიტაციას, სპორტით არ უნდა დაკავდეს. არა, მესმის აუცილებელია, თუმცა რაც არის გასაკეთებელი ჩემი აზრით, დღევანდელ ბავშვთა სპორტში განსაკუთრებით, ეს არის, რომ ყველა სპორტულ კლუბს უნდა ყავდეს ექიმი, რომელიც აფასებს კონკრეტული ამ მოზარდის მდგომარეობას, რამდენი დატვირთვის მიღება შეუძლია მის ორგანიზმს, როგორია მისი გულსიწავთა სისტემა, რადგანაც ხშირია არც თუ იშვიათია გულის მანკები, ხო, რომელიც არ არის გამოვლენილი. სხვა თემას შევეხე, მაგრამ ესეც არა, საინტერესო თემა შეეხეთ და სხვათა შორის რომელიც არ არის გამოვლენილი და უცბად აღმოჩნდება, რომ ამ ბავშვისთვის არ შეიძლება. ბოლო პერიოდში ჩვენ სამწუხარო ფაქტების მომსწრენი სოციალურ ქსელში არის სპორტსმენი, მაგრამ აი ეს პრობლემა დაემართა და შემდეგ ფატალურად დაასრულა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ რეკომენდაცია მივცემდი, ხა თუ მიიღებენ ჩემგან ყველა სპორტულ კლუბს, რომ წელიწადში ორჯერ მაინც გაატარონ სკრინინგი მათ მოსწავლეებს, რომ არ მივიღოთ მე რაიმე ცუდი შედეგი. დიახ. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ყველას ურჩევ, საკუთარ თავსაც და ყველა ადამიანს, რომ დაკავდნენ არაპროფესიული სპორტით, მით უმეტეს ახლა ჩვენს ასაკში უკვე. თქვენ ახალგაზრდა ხართ. ჯანსაღი კვებით. დიახ. და შესაბამისად ჯანმრთელობაც აი ძალიან ხშირად ვახსენეთ ჯანსაღი წესი ცხოვრების, ჯანსაღი კვება აუცილებლად. სტონაზე ისაუბრეთ თქვენ, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, მაგრამ ერთი კითხვა კიდევ შეეხეთ, რა თქმა უნდა, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ტკივილს, ასევე რომელიც მომატებული, გახშირებულია ბოლო პერიოდში, მაგრამ კარგი სპორტი არა, სიარული ერთ-ერთი გამოჩანსაღებელი ფაქტორია და რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც უჩივის ტკივილს მუხლში, მენჯ-ბარძაყში, მაგრამ პარალელურად უჩივის წონასაც,
არ უნდა რომ მიჯდეს მთელი დღე მიუხედავად იმ მცირე ტკივილისა, თუ დიდი ტკივილისა, უნდა წონაში მოკლება და ერთ სიტყვით უნდა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყოს ხელი. რას ურჩევდით? ამ შემთხვევაში ჩემ პაციენტებსაც ვეუბნები, უნდა ჩავერთოთ მეც როგორც ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ასევე ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი ერთად საქმეში. რადგანაც ტკივილის კუპირება გავაკეთოთ იმ ეტაპზე, სანამ პაციენტი წონის კორექციას გააკეთებს და შესაბამისად ჯანსაღკვებას დაუნიშნავს ენდოკრინოლოგი. თუმცა კიდევ ერთი ფაქტორია აქ ჩვენ რადგანაც აღნიშნეთ, რომ იზრდება ინციდენტობის შემთხვევა მეჯბარძაყის და მუხლის სახსრების და საერთოდ ძვალსახელთა სისტემის დაზიანების, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კიდევ ის, რომ ქალბატონებში უფრო მეტია ძვალსახელთა სისტემის დაზიანება. და რას ურჩევდი ამ შემთხვევაში ქალბატონებს, განსაკუთრებით ეს ეხება პოსტმენოპაუზის შემდგომ მდგომარეობებს, როდესაც დარღვეული არის ნივთიერებათა ცვლა, შესაბამისად ძვალში ნივთიერებების მიწოდებაც დარღვეულია, ამ შემთხვევაში აუცილებელია ყველა შემთხვევაში ყველა ადამიანმა მიმართოს ენდოკრინოლოგს, რათა ეს ცვლა მოწესრიგდეს. შესაბამისად წონის კორექციაც უფრო ადვილად მოხდება და შემდგომ უკვე ძვალზე დატვირთვაც დასახელზეც ნაკლებია. გასაგებია. ვიდრე ჩვენ აი რაღაც რეკომენდაციების სახით ვეტყოდეთ კიდევ ერთხელ მაყურებელს და რეზიუმეს სახით დღევანდელი გადაცემის თქვენ ეტყოდეთ უფრო სწორად. მე დღეს სოციალურ ქსელში ამოვიკითხე თქვენი პოსტიდან, რომ ანზორ ერქომაიშვილთან ჰქონდათ ძალიან მეგობრული და მჭიდრო კავშირი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გადაცემის ეს ფორმატი სხვა არის, მაგრამ მე მივუძღვენი დღევანდელი გადაცემა ექიმების საერთაშორისო დღეს. ბუნებრივია ჩვენ ექიმის ირგვლივ შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ ყველაფერზე აბსოლუტურად. ამიტომ საინტერესოა თქვენი და დიდი ანზორ ერქომაიშვილის ურთიერთობა, როგორ დაიწყო, როგორ გაგრძელდა და რა დაგრჩათ თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერებაში. ძალიან სენსიტიურ საკითხს შეეხეთ ახლა ჩემი ცხოვრება. მესმის, მიტომაც გეწერათ დღეს. დიახ. ბატონ ანზორთან 5 წლის ასაკიდან მაქვს ურთიერთობა. მქონდა უბრალოდ, როდესაც დედაჩემმა მივიყვანა ანსამბლ მართვეში, მოსახლეობრივ ჯგუფში, თავიდან მის დასთან, ქალბატონ ალდონო ერქომაიშვილთან, შემდგომ უკვე ანზორთან უკვე მართვეს ძირითად ჯგუფში. ეს იყო ჩემთვის ბედნიერი წლები ბავშვობის, რომელიც მასთან ერთად გავატარე, იმ პოსტშიც აღნიშნე, რომ მას მხოლოდ სიმღერა არ უსწავლებია ჩვენთვის ყველასთვის. ეს იყო ცხოვრებისეული აკვეთილები, ეს იყო სამშობლოს სიყვარულის აკვეთილები. ჩვენ 9 აპრილის დღეებშიც მივყავდით ანზორს მიტინგებზე და იქ მღეროდით. საოცარ თემა შეეხეთ ახლა დღეს, მით უმეტეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სამწუხაროდ 5 წელი გავიდა, რაც ბატონი ანზორი არ არის ამ ქვეყნად ნათელი მის სულს და მადლობა მას იმ დიდი საქმეებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის და ეს ჩემთვის სიახლე იყო, რომ 9 აპრილის პერიოდში თქვენ დადიოდით იმ აქციებზე და ალბათ სრულიად ახალგაზრდა აკვირდებოდით, უყურებდით, მონაწილეობას იღებდით თუნდაც გარედან, მაგრამ მაინც იყავით იმ მოვლენების ეპიცენტრში, ასე ვთქვათ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდად მნიშვნელოვანი, მაგრამ შემდეგ უკვე სტიმულის მიმცემი გახდა ძალიან ბევრი რამისთვის, რაც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა და ვიცით ჩვენ ამ ისტორიის შესახებ. ეს უკვე სხვა გადაცემის თემატიკა, აუცილებლად უნდა გითხოთ კიდევ 4 შვილის მამა ბრძანდებით და საინტერესოა, რომელიმე მათგანს თუ აქვს არჩეული ეს პროფესია. ორმა მათგანმა აირჩიეს. და იყავით გორა თქვენ თანახმა თავიდან. ეს მათი არჩევანი იყო და მე მათ არჩევანს მივყევი და თან დავთანხმდი. იშვიათად არის ხოლმე, როდესაც ექიმს უნდა მისი შვილი ექიმი იყოს, მით უმეტეს, როდესაც ის არის პროფესიონალი და აღამებს და ათენებს პაციენტებისთვის რუნვაში. რადგანაც ეს პროფესია აირჩიეს და ეს მადლიანი საქმეა, მე რა თქმა უნდა, მას ხელშეუწყობ ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა, ბატონ გიორგი. ჩვენ ახლა გადაცემის ბოლოს, აი ზუსტად იმ რეკომენდაციის სახით თქვენი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აი რაღაც რეზიუმეს სახით, რა შეგიძლიათ ურჩიოთ ჩვენს
ტელემაყურებლებს, რადიომსმენელებს, FM 105 და 5-ზე გვისმენენ ასევე. აი, რა შეგიძლიათ უთხრათ მათ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართონ. დიახ. ჯანსაღად იკვებონ, ბევრი მოძრაონ იმის შესაბამისად, რაც შეუძლიათ. სხვა შორის ტრავმატოლოგების დევიზია მოძრაობა, ეს არის სიცოცხლე. ასე რომ მიმოძრავეთ, იყავით ჯანსაღად და იმ შემთხვევაში, როდესაც დაგჭირდებათ ექიმის მომსახურება, გელოდებით საფრთხე ემსახურებთ. დავამატებდი, ალბათ დროულად მიმართეთ ექიმს, ხომ? ჩემ თავს აქვს გულისხმობ, დროულად მიმართოთ ექიმს იმისათვის, რომ არ გართულდეს ის თითქოს პატარა, უმნიშვნელო, თუნდაც რაღაც მიზერული ტკივილი და არ გადაიზარდოს დიდ პრობლემაში. იმ ეტაპზე მკურნალო, როდესაც მისი გაჯანსაღება შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, ყოველთვის ასიამოვნოა თქვენი გადაცემაში სტუმრობა. გიორგი ხუციშვილი, მე მგონი ტიტულიც აღარ გჭირდება თქვენ იმდენად ბევრი ადამიანი გიცნობ და რაც მთავარია, ძალიან ბევრი, თითქმის ყველა არის თქვენი მადლიერი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. ტელემაყურებლებს ამ ფორმატით ვემშვიდობები მომავალ სამშაბათამდე, სამშაბათს ზუსტად 19 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. ნაწარმოების